წარმოგიდგენთ ჩვენს ახალს და პირველ ხელსაწყოს, ეს არის უჩინარი ყურსასმენი, რომელთაც შეგიძლიათ ნებისმიერ გამოცდაზე შეხვიდეთ ან თუნდაც ნებისმიერ სხვა სიტუაციაში და ელაპარაკოთ სასურველ ადამიანს ისე, რომ ვერავინ ამის შესახებ ეჭვიც კი ვერ აიღოს. წარმოგიდგენთ ჩვენს ხელსაწყოს, ანუ ხელსაწყო შედგება ორი მიმღებისგან, ეს არის ყურსასმენები, რომლებიც ყურში უნდა ჩაიგდოთ, ოღონდ არ შეგეშინდეთ, მაგნიტისგან, რომლითაც შეგძლებთ მის ამოღებას, ხედავთ, როგორ ძლიერი მაგნიტია. შემდეგ ორი ბატარეა დაგჭირდება, ეს არის მიმღები, ეს არის ყურსასმენი, რომლითაც თქვენი ადრესატი გაიგებს იმას, რაც თქვენს გარშემო ხდება და ტელეფონი, რომელიც სასურველია, რომ პატარა ზომის იყოს. მოკლედ, ახლა მოდით ქმედებაში ვნახოთ როგორია. ვაერთებთ ერთმანეთზე. ეს უნდა ჩამოვიდოთ კისერზე, ოღონდ გავიყვანოთ უნდა მაიკის ქვემოდან. всё. და აი, 1 ჯიბეში მიმღებს თავისი ბატარეებით დებთ, ან ბატარეებს ვაერთებთ. ერთ ჯიბეში აი ასე სასურველია ქამრის ქვეშ გავიტაროთ. დებთ ბატარეებს. ეს ამოყავს. ტოებ გარეთ, აგერ სპეციალური ასე ვთქვათ, მისამაგრე აქვს, რომელთაც ისევ ქამარზე მივამაგრებ ალბათ. ამით ირგვლივ რაც ხდება, გაიგებს ჩვენი პარტნიორი, ხოლო ამას ვაერთებთ, რა თქმა უნდა, ტელეფონთან და ტელეფონს მეორე ჯიბეში. სარუჭკას რა თქმა უნდა ვიკრავთ და დავწუნდეთ, რომ არაფერიც არ გამოჩნდება. ეს რა თქმა უნდა არის ალუმინი, შეგვიძლია როგორც გვინდა ისე მოვირგოთ, როგორც გვინდა ისე მოვღუნოთ. ვიკრავთ სარუჭკას. შეგიძლიათ კარგად ნახოთ, რომ არაფერი არ ჩანს და გადავდივართ ყველა საინტერესოსკენ. ჩვენ გვაქვს ორი ყურსასმენი. ერთი ალბათ სათადარიგო, თუმცა შეგიძლიათ ორივე ერთდროულად გამოიყენოთ, ორივე ყურში ჩაიგდოთ. ამ შემთხვევაში ორივე ყურში გაიგონებთ ხმას, მაგრამ ამ შემთხვევაში ერთს დავიტოვებ სათადარიგოს და ამ ერთს ვიგდებ ყურში. არ შეგეშინდეთ, ჩაიგდეთ ყურში ბოლომდე, რადგან რაც უფრო პატარა ნივთი, მით უფრო პატარაა ხმა და ეს არის მაგნიტი, რომელთაც შევძლებთ ამოღებას. თუ მაგნიტმა ვერ ამოიღოთ, ნებისმიერი ყურცხვირის ექიმი ამოიღებს, მაგრამ ეს რა თქმა უნდა ხუმრობით მაგნიტი ძლიერია, აი. მიიტანთ ახლოს და ამოღებულია ჩვენი ყურსასმენი. მოკლედ, ყურსასმენი ჩავიდეთ ყურში ბოლომდე და თუ ჩვენ დაგვირეკავენ, მაშინ მარტივად აგერ ჩვენს ქამარზე ყოფი კნოპკის დაჭერით ავიღებთ ყურულს და უკვე შეგვიძლია ვილაპარაკოთ მასთან და მისი ხმა გავიგონოთ. თუ არა და სადაც თქვენ გჭირდებათ, რომ ვინმესთან გქონდეთ კავშირი, ვინმეს დაურეკავთ, აიღებს, როგორც კი აიღებს ყურულის ტელეფონს იდით ჯიბეში და მიდიხართ თქვენთვის არ ხენდათ